დავარტყავდოსო. მასწავლებელი ბავშვს გაულახავს. შეიძლება აღმოჩნდეს შენი კარიერის დასასრული. იმხელა სტრესები, ისეთი სირთულეები მაქვს გამოვლილი და ეცინებათ. რატო ეცინებათ ვერ ხვდები? ანუ მოცეკვავისთვის შემოსავლის წყაროები. იატაკიც არ გაქვს. მე გადამივლიან ზუსტად ვიცი. ეწყინოს ხალხს, მაგრამ რეალობა ესა. მე მიყვარს კრივი. რესტორანში ხელს გავშვი. ჩემთვის გამაღიზიანებელია ლესგინკა. ძველი თაობიდან ჩვენამდე მოვიდა ეს სფერო ძალიან რთულად. თქვენ უყურებთ ჯაბაასის მორიგ ეპიზოდს, მე გიორგი სარალიძე ვარ და ჩვენი სტუმარია ქორეოგრაფი, მოცეკვავე, ცეკვავე ვარსკვლავების მონაწილე, მოკლედ ძალიან მაგარი ადამიანი გაგა ბოხუა. გამარჯობა გაგა. გამარჯობა. ესეთი იყოს ჩემი ფეხი თქვენს გადაცემაში. აბა მოგიყევი ახლა შენზე, მაინტერესებს ყველაფერი. იმიტომ ძალიან საინტერესო პიროვნება ხარ. მადლობა. ყველა ვარიანტში. პირველ რიგში მინდა რომ წარმატება გისურვოთ. ძალიან მაგარ საქმეს აკეთებთ და საჭიროც, მნიშვნელოვანიც, საინტერესოც, ყველაფერი ერთდროულად არის ამ გადაცემაში თავმოყრილი და მინდა რომ რაც შეიძლება დიდ ასპარეზზე გახვიდეთ რა. მიხარია მართლა გულით გბალეში ყოფთ და ზუსტად ვიცი რომ დიდ წარმატებას მიაღწევთ. აუცილებლად არ გავჩერდებით ვიბრძოლოთ ბოლომდე ამისთვის. კი, მართლა მაგარ საქმეს აკეთებთ რა. და გამიხარდა რომ იცოდი და შემოგთავაზე. ჩემიც მაგაცი გიორგი ნოზაძე ყავდათ. წინა გადაცემაში სტუმრად და საინტერესო საუბარი ჰქონდათ ძალიან. აი, მე ვარ გაგა ბოხუა. მოცეკვავე ვარ ჯერ. თუ იმე არ იცნობთ. სანამ ასაკი მიწყობს ხელს, ჯერ ვარ მოცეკვავე. მე პედაგოგიც ვარ. მოკლედ ცეკვას რაც ეხება და ცეკვა რასაც მოიცავს, მთელი ჩემი ცხოვრება ეს რა, ყოველდღიურობა დილიდან საღამომდე. რამდენად რუტინულია. აი ეს ამბავი ხა რო გიწევს რეპეტიციაზე, ხარ რუსთავის მოცეკვავე ამჟამად. გაქვს რეპეტიცია, დილაობით სავარაუდოდ? კი, დილით ვიწყებთ, შუა დღეს ვრჩებით. მერე ბავშვებთან სულ რეპეტიციაზე ვარ მოკლედ რა, სულ ხუმრობით ვამბობ ხოლმე, რომ აი დღეში ალბათ მილიონამდე მაინც ვითვლი რა. დროებით, 9-ი ჩვენ ხوار შეგვიძლია 8-მდე თვლა თუ ვიცით, ბავშვმა 8-მდე თვლა თუ ვიცით, შეუძლია მოცეკვავე გახდეს. ხუმრობ ხოლმე ჩემთვის, რომ აი დღეს მილიონამდე უეჭველი დავითვალეთ ხო რა. რუტინული არის კი თითოეული წუთი, თითოეული საათი გათვლილი და გაწერილი გვაქვს რა. ნუ მე ესე მაქვს. მადლობა ამ ყველაფრის ფონზე რომ მოახერხე და კი, იმიტომ რომ ძალიან დამაინტერესა და იმდენად მნიშვნელოვანია ეს აი ესეთი პროექტი, გადაცემები ჩვენი სფეროსთვის, რომ ძალიან ეხმარება, ძალიან გვეხმარება და ვფიქრობ, რომ ბევრი უნდა იყოს ასეთი გადაცემა რა. მოცეკვავეების გაცნობისთვისაც, ბავშვებისთვისაც, პატარა თაობისთვისაც, ახალგაზრდებს სამოტივაციოდაც ახალგაზრდებს გაუჩენს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ზოგმა ცეკვა იცის, გინდა არ გინდა მაინც იქ მივდივართ, რომ აი ბავშვებით რო დავიწყოთ რა. ბავშვებმა, მშობლებმაც, ბევრმა მხოლოდ ბავშვებმა არა, ცეკვა იციან იქიდან გამომდინარე, რომ აი მკაცრი მასწავლებელი ყავს, ვიღაცა ყვირის, ვიღაცა ეჩხუბება, ურტყავს, ანუ ჯვარი გწერია რა, ვიღაცას დავარქვა, ვიღაცას. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სფერო პატარა ახალგაზრდა თაობასთან მივიდეს სწორი მიმართულებით რა. ჩვენ არ ვართ ცუდი ბიძიები, ჩვენ არ ვართ რაღაც ბუები, რომ ვიღაცა შევაშინოთ, ან დაძალებით, ან ჩხუბით რაღაცა ვასწავლოთ. ანუ ეს არის ცეკვა. ეს არ არის სპორტი, ეს არ არის რაღაცა ცუდად არ მოიხსენიებ, რა თქმა უნდა. ეს არის ხელოვნება. ცეკვა არის ცოცხალი ორგანიზმი. არ არის რაღაცა მოძრაობების კრებული, ერთ მოძრაობას მეორე მიაბა, სცენაზე გამოხვიდე და დატრიალდე. ცეკვით არის სწავლება, ანუ არის ჯანსაღი ცხოვრება, არის სხეულის სილამაზე, მაგრამ ეს ყველაფერი მეორე ხარისხოვანია რა. თითოეულ ჩვენ ნაბიჯში, თითოეულ ჩვენ მოძრაობაში არის ძალიან დიდი ისტორია. თითოეულ მოძრაობას აქვს თავისი ახსნა, რატომ ვაკეთებთ, გოგოსთან რატომ ვდგავართ გვერდით,
რამხელა პატივისცემას გამოვხატ. ჩვენი ქვეყნის ისტორია, რითიც აქამდე მოვედით დღეს და რაც ქართველს განასხვავებს, მე არ ვამბობ, რომ სხვები უკულტუროები არიან, მაგრამ ჩვენ ამით განსხვავდებით. თუნდაც იმით, რომ როცა ჩვენ გოგოსთან გვერდით ვდგავართ და ვეცეკვებით, შეხების უფლება კი არა, კაბაზე შეხების უფლებაც არ გვაქვს და ეხ დიდი იმედი მაქვს, რომ ბევრმა ქართველმა იცის, ახალს არაფერს არ ვამბობ. ამიტომ ბავშვი როცა ჩვენთან მოდის და უნდა ცეკვის სწავლა, თხოვ ყველას და არ ვიცი, მშობლებს განსაკუთრებით რა, არ უნდა მოიყვანონ ბავშვი იმის გამო, რომ მას ლამაზი სხეული ჩამოუყალიბდება, ან დაიღლება და სახლში რომ მივა, დაისვენებს აღარ იცელქებს რა. ცეკვაზე როცა მოდის ბავშვი, სწავლობს გაცილებით მეტს, ვიდრე ვარჯიშია, მე სულ ვამბობ, რომ არ მჭირდება მოსწავლე, რომელიც 7-ჯერ დატრიალდება ჰაერში ვთქვათ და დაიცემა მუხლზე და ეფექტურია, სანახაობრივია, მესმის, მაგრამ როცა ბავშვი ცეკვის სწავლას იწყებს, პირველ რიგში დისციპლინა, წესრიგი, პასუხისმგებლობა, ეს ყველაფერი უნდა გაუთავისო რა, რთულია 5-6 წლის ბავშვი რო ყავს ამ ყველაფრის ესე ერთ ბაშად სწავლება, მაგრამ ეტაპობრივად ხო, აი 5 წლის და ზუსტად 6 წლის ასაკში რო აწყებიებ, პატარა ბავშვის ფსიქოლოგია იმდენად როგორ არის იცი, აი ბუბკა ქართულად ღრუბელი შეიწოს ხო, აი წყალს რო იწოს, აი ესია რა და ძალიან მნიშვნელოვანი ასაკი, მიუხედავად იმისა, რომ 6-7-8 პატარად აღვიქვავთ და პატარაა მართლა ხო, ყველა ახალ ინფორმაციას იმახსოვრებს და მერე უკვე ჩვევაში გადადის რა. აი წავსულ ვართ მაგალითად ჯგუფი რაღაც ფესტივალზე თბილისის გარეთ, ვთქვათ, ზღვაზე ან სადმე, იქ მშობლები ვერ მოყვებიან ხოლმე, ხო, ყველა თავის შვილს. ჩამოსულ ვართ 5-10 დღის მერე და მშობლები მადლობას იხდიდნენ, რომ აი ჩემმა შვილმა თუნდაც აი ცეკვას რო თავი დავანებოთ, დილით რო ადგა საწოლიდან, საწოლი თავისით გაასწორა. და თავისი ტანსაცმელი დაალაგა, ფეხსაცმელი, ანუ სწავლობს თავის პატრონობას, წესრიგს და ეს ყველაფერი ნახე რამდენი რაღაცაზე ვისაუბრეთ, ხო? საერთოდ არც ერთი არ ყოფილა ცეკვის ლექსიკასთან, მოძრაობებთან ან მსგავს რაღაცებთან დაკავშირებული, ხო? გამოდის, რომ ცეკვის გარდა ცხოვრების ყოველდღიურობას სწავლობს ბავშვი. და ამის ეგ შეხება აქვს თავის თანატოლებთან. რა თქმა უნდა, სიტუაციურად ეგ სწავლობს პატივისცემას, სიყვარულს, მეგობრობას, კი. ძალიან ბევრი მაგალითის მოყვანა შემიძლია. გაგა რა იყო იცი წინა გადაცემაში? მე და გიოსაც ქონდა, ეხლა ძირითადად მაინც შეიძლება სხვადასხვა სიტყვებით გამოვხატოთ, მაგრამ სათქმელი რაღაცა ერთზე ობიექტურად ყალიბდებით ყველა რა. გიომ თქვა ეგეთი რაღაცა, რომ მე თუ მშობელი ვარ, არ უნდა შემყავდეს ბავშვი ცეკვაზე იმისთვის, რომ რესტორანში ხელი გაშალოსო. ქორწილში რაღაცა და დავეთანხმე და ამაზე ავყევით საუბარი და შემდეგ აქედან მონორიდი გავაკეთე რილსი რა, იმიტომ რომ მართლა კარგი დებულება იყო და ეს აუტვირთე. მოყვა ძალიან დიდი გამოხმაურება, გავარდა მოკლედ ეს და ძალიან ბევრმა არ მინდა რამე ისე თქვა, ვერ გაიგო. შინაარსი ვერ გამოიტანა აქედან და იყო კომენტარები, აბა რისთვის უნდა შევიყვანოთ ცეკვას თუ რას ქვია რესტორანში ხელი არ გაშალოს. არა და საერთოდ არ ყოფილა ეგრე საუბრობ, რომ თავარი მოტივირებელი ჩემთვის ეგ არ უნდა იყოსო, რომ სარესტორნოდ შევიყვანო ბავშვი ცეკვაში რა. ვინც გაიგო, იქ გააზია რაღაცა კი ბატონო და იქ რაღაცა, მაგრამ ბევრი იყო ვინც ვერ გაიგო და ზოგადად შეურაცხყოფელი კომენტარიც კი დაწერა რა და მაგაზე მინდა გავაკეთო, მაინც გამოვეხმაურო მაგ ამბავს, იმიტომ რომ მე გააზრებული მაქვს ხა რადგან ამ საქმეს ვაკეთებ და რადგან ხელი მოვკიდე იმას, რომ საზოგადოების წინაშე რაღაცები უნდა ვისაუბრო, გააზრებული მაქვს, რომ შეიძლება ნეგატივი წარმოვიდეს ჩემს მიმართ, მაგრამ ეხლა გიოც რაღაც მოცეკვავია, რომელიც დადებით მუხტს იღებს, ენერგიას არის ჩვეული ხალხისგან და არ არის ვალდებული, რომ რადგან ვიღაცას არ შეუძლია რომ შინაარსი გამოიტანოს საუბრიდან, ამის გამო შეურაცხყოფა მიიღოს თავის თავზე და
ეგეთ რაღაცებს მოერიდეთ ხალხო ძალიან გთხოვთ თუ ეპიზოდით რამეს ვერ გაარჩევთ უყურეთ თავიდან ბოლომდე ან იკითხეთ რაღაცა ნუეცდებით რომ ვინმე შეურაცხყოფა მიაყენოთ როცა თქვენ თვითონ არ გესმით რა კაი ჯერ გიორგის ძალიან დიდი პატივისცემა ჩემგან ძალიან მიყვარს გიორგი როგორც ადამიანის და მე როგორც მოცეკვავეც ჩემ აზრსაც ვიტყვი და მაყურებელს ვთხოვ რომ არ გამლანძღოთ რა ვეცდები რომ ცოტა ვრცლად დავხსნა მაშინ ეს ყველაფერი ბავშვმა ხელი გაშალოს რესტორანში ბავშვმა ხელი რატომ უნდა გაშალოს რესტორანში ანუ ბავშვის ხელის გაშლა თვითონ აი ეს მომენტი საერთოდ არ არის საჭირო ცეკვაზე სიარული ანუ მიზანი დაისახო ის რომ მე ცეკვაზე შევიყვან ბავშვს იმიტომ რომ რესტორანში წავიყვანო და კეიფის დროს მან ხელი გაშალოს მოდი აქედანვე შევთანხმდეთ რომ ხელის გაშლა ერთ თვეში, ორ თვეში, სამ თვეში და 4 თვეში არ ისწავლება, ჭირდება გარკვეული დრო. აქედან გამომდინარე, თუ ვიღაცას აქვს იმის ინტერესი და იმის სურვილი, რომ უნდა ბიჭია ეს თუ გოგო რომ მან იცოდეს ხელის გაშლა რესტორანში, ამ ყველაფერს აქვს თავისი ასაკი. სრულწლოვანი 16, 17, 18, 19, 20 რა ვიცი, არსებობს სამოყვარულო ჯგუფები, სადაც არ მოეთხოვებათ აკადემიური ხაზი. არც ერთ მოსწავლეს, ეს არის სამოყვარულო ჯგუფი, სადაც ზოგი ხელის გასაშლელად დადის იქ, რომ ხელის გაშლა ისწავლოს, ზოგი თუნდაც იმიტომ, რომ ფორმაში იყოს, ზოგი იმიტომ, რომ რაღაც სტრესისგან დაიცალოს, ზოგი იმიტომ, რომ ყველას თავისი ინდივიდუალური მიზეზი აქვს, ხო? ბავშვი შენ თუ ცეკვაზე მოგყავს, უნდა ისწავლოს ამ ბავშვმა ცეკვა. მოდი აბა ეხა პედაგოგის გადმოსახედიდან ვიმშელოთ. პედაგოგი, რომელიც მთელი ცხოვრება ამ საქმეს აკეთებს, აირჩია ეს გზა, მთელი თავისი ცხოვრება და ყოველი დღე მიუძღვნა ამ საქმეს და შენ მიყავს ბავშვი და აი ჩემო შვილმა რომ რესტორანში, ანუ ბავშვი თამაშობს რაღაცა გარკვეული წლები, რომ მოდის პატარა ბავშვი რა წლები კი არა თვეები, ხო? იქაც არის რაღაცა მიმართულებები, პედაგოგი აკეთებს რაღაც მიმართულებას, სადაც თამაშობს და მე ამ თამაშიდან უნდა გადააჩვიო, უნდა მიხვიდე იქამდე, რომ ამ ბავშვმა ცეკვის სწავლა დაიწყოს რა. ბავშვი რესტორანში რო წაიყვანო, ისედაც გაშლის ხელს და ისედაც თავის ბებიას, ბაბუას, მშობელს გაუხარდება და ბედნიერი იქნება, ხო? საერთოდ არ არის საჭირო ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ვინც ესე ფიქრობს, თუ გინდა გამლანძღონ, არ მიყვარს, მე მიყვარს პირდაპირ თქმა რა. თუ გინდა გამლანძღონ, თუ გინდა, რა ვიცი, ცუდად მიიღონ ჩემი აზრი, მაგრამ მშობელი, რომელიც თვლის, რომ 6, 7, 8, 9, 10, 15 წლამდე ვთქვათ, ბავშვი პედაგოგთან მიყავს, იმიტომ რომ თავის შვილმა ხელის გაშლა რესტორანში ისწავლოს, აი ეს უკვე პედაგოგის შეურაცხყოფაა ძალიან დიდი. მე ეს ხაზი მინდა კარგად გაუსვა, რომ გიომ სიტყვაზე ჰაერიდან კი არ მოიტანა, ანუ არის ეგეთი კატეგორიაც, რომ ჩაუთვლიოთ, რომ აი ამისთვის მინდა რომ იაროს ცეკვაზე, იმიტომ რომ იმის იქით ვერ ხედავს რა ხდება და რა დონის შინაარს ატარებს ქართული ცეკვა. რისი მატარებელია. სწორედ მაგას ემსახურება ერთ-ერთი მიზანი ეგეც არის ამ შაბაასის და ამ პოდკასტის, რომ მაგაზეც კარგად გავაგებიოთ ხალხს, მოცეკვავეები, სიტყვაზე მომღერლები, ქორეოგრაფები რაღაცა გამოვიდეთ იმას შინაგანი სამყაროს სხვა მხრიდანაც დავინახოთ ეს ხალხი და მეორე არის ეგ მიმართულება. ეხლა მაგალითად შენ თქვი ზუსტად იგივე თემას შეეხებონ, შენ დებულებად დაასახელე, რომ სხეულის ფორმირებისთვის არ არის მხოლოდ ცეკვა. კი ბატონო. ხო ხტები? იმის იყო და ანუ ეს ჰაერიდან ხო არ მოდის, ეს მართლა არსებობს ამის აზრები, ამისთვის ყოფილა სიტყვაზე რომ მოსულა შენ დამშობელი, მაქიდან გაქვს ხო? რომ მოსულა და უთქია რომ აი ლამაზ ტანზე რო დადგეს, მაგიტომ მინდა რომ ცეკვაზე შემოდის. სიტყვაზე ან დასკვნა გამოგიტანია შენ თვითონ რომ ეს ამისთვის გააკეთა და აქედან უკვე იმუშავებ იმას რომ მოდი აი ესე არ ვქნათ, იმიტომ რომ ამის იქით ბევრი ღრმა რაღაცაა და ცდილობ ეს დაანახო უკვე საზოგადოებას და ხალხს. და ერთ-ერთი ეგეც არის რომ საზოგადოების შეგნება უნდა ამაღლდეს ამ ხრივ და უფრო სხვანაირად დაინახონ ქართული ცეკვა. კი ბატონო. ვინც ვერ ხედავს. აი ეს სხეულის ფორმებს რაც შეეხება, ანუ მოდი ესე ვთქვათ, სხეულის ფორმა, სხეულის სიჯანსაღე და ლამაზი განვითარება ცეკვის თანხლები, ანუ თუ პედაგოგი შენ დავალებას გაძლევს და შენ თუ პედაგოგის მითითებებს ასრულებ
ისე როგორც ის გეუბნება, ეს თავისთავადია ყველაფერი რა. ანუ მიზეზი ჩემთვის და ხალხსაც ვთხოვ და მშობლებსაც იმას ვთხოვ, რომ მიზეზად ის არ დაისახოთ, რომ ფორმები, ლამაზი სხეული, ლამაზი ფეხები ჩამოუყალიბდეს ბავშვს. ეს ისედაც ესე იქნება, თუ ბავშვს ინტერესი ექნება და პედაგოგის დავალებას და მითითებას შეასრულებს ისე როგორც საჭიროა რა. ნუ შეძლებით და ხო არა. დამაინტერესებს აი ეს მინდა რომ ვთქვათ მოცეკვავისთვის შემოსავლის წყაროები. აი საიდან შეუძლია მოცეკვავემ რომ აი ხო ხტები ახლა მაინც გინდა არ გინდა მშობელიც ბავშვიც რაღაცა რომ ფიქრობ რომ კარიერა რაღაცა გზა ირჩიო გარდა იმისა რომ ძალიან უნდა გიყვარდეს თუ ამ სახელოვნებო სფეროში თუ ხარ ზოგადად თუ არ გიყვარს ისე აზრი არა აქვს ჩემი აზრით და რა ვიცი ალბათ ეგრეა ობიექტურად ნებისმიერ ამბავში სახელოვნებო სფეროს ეხება მაგრამ თლად ისეც არ გამოვა მარტო სიყვარულით ვერ იცხოვრებ რა გჭირდება გარკვეული შემოსავალი და რაღაცა ხერხები არსებობს ამისთვის მაგალითად ღამით რესტორანში ცეკვა ელემენტარული და სხვადასხვა რაც გადაღებები რაღაცები აი რა გზები აქვს მოცეკვავეს რომ აი გიყურებს ახლა ვიღაც ბავშვი და გაუყვალო გზა რომ შეგიძლია აქ რაღაცეებში მოვიშალო აი ეს არის ზუსტად ძალიან დიდი პრობლემა რა ძალიან დიდი პრობლემა ზუსტად იმისაც რომ აი წეგარაზეც ვისაუბრეთ რომ რესტორანში ხელის გაშლის გამო მოყავს უმრავლესობას ბავშვი ცეკვაზე და არა იმიტომ რომ ანუ იშვიათია რომ მოვიდეს მშობელი და მინდა რომ ჩემი შვილი იყოს მოცეკვავე და მთელი ეს უყვარს ხედავ ჩემი ყველა მშობელი ხედავს რომ მოდის თავის შვილში ნიჭს მაგრამ არიან რა მართლა გამორჩეული ბავშვები მაგრამ ამაზე კიდე მე სულად ვისაუბროთ ცუდად არ ვამბობ რა ყველა ბავშვი ნიჭიერია და მე გავშალოთ ეს საკითხიც არის ეს ძალიან დიდი პრობლემა რომ მატერიალური მხარე არის ძალიან რთულად ქართულ ცეკვაში რა სულ რაღაცას უნდა აკეთებდნენ ანუ არიან მოცეკვავები მაგალითად ვინც სახელმწიფო ანსამბლში არ ცეკვავენ მართლა უყვართ მაგრამ არ ცეკვავენ მათი შემოსავალი ალბათ არის ბავშვები და ნუ აი წეგარაც ვთქვით რესტორანში ცეკვა ხო რესტორანში ცეკვა ძალიან რთულია მოცეკვავისთვის რა ფიზიკურადაც რთულია ანუ ყველაფერს რო თავი დავანებოთ ძალიან დიდ ტრამვებთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული ცეკვავენ იოფლები იხარჯები ხურდები მე ელოდები თამადა როდის დაასრულებს სადღეგრძელოს როდის სიმღერა მორჩება ცივდები მე ისევ შედიხარ უნდა იცეკო რა ეს ყველაფერი აი სცენაც კი არ გაქვს იატაკიც არ გაქვს ისეთი რომ თავი დაცულად იქცნო რა შეიძლება ერთ რესტორანში წასვლამ და ცეკვამ საერთოდ დაანგრიოს კარიერა მოცეკვავის რა ერთი ფეხის გადაბრუნება დაუჭდეს მთელი ამდენი წლის წყალში ჩაყრა მოუწიოს ცოტა არა პროექტები აი რაც მოცეკვავეს წინ წამოწევს რაღაცით წაახალისებს ან იგივე კლიპები იყოს ან რაღაცები ხო ხდები ეგეთი ანუ ნახე არ არის ბევრი და ცუდია აუ მე გადამივლიან ზუსტად ვიცი და შეიძლება ცუდად თქვა მაგრამ ანუ მოდი კონკრეტულად არ ვიტყვი არც ერთ სპორტს და არ დავასახელებ კონკრეტულად რაღაცა მიმდინარეობას რა მე როცა მოცეკვავე ვარ დამიჯერე ანუ შენც მოცეკვავე ხარ და იცი მაგრამ საზოგადოება რომელიც შიდა სამზარეულოში არ არის ჩახედილი და არ იცის იქ რა ხდება ანუ დილიდან 5-6 საათის მანძილზე ჩვენ რამხელა შრომას და ენერგიას და რა ვიცი ანუ წირავთ ჩვენ თავს რომ ფორმაში ვიყოთ ყოფილა შემთხვევა რომ აი ანსამბლი რო ვარჯიშობს ვუყურებ რა ამდენი ბიჭი ცეკვავს და აი ყოველ დღე ამდენი ენერგია საიდან აქვს ამ ხალხს რომ წარმოუდგენლად აი იხარჯება ბოლომდე ერთ ვარჯიშზე შეიძლება 6-7 ზედა გამოიცვალო რომ ესე გაწურო გუბედ ადგეს ხო არც ერთ
სპორტსმენზე და არც ერთ მიმდინარეობაზე შრომატევადი მეტი თუ არა ნაკლები არ არის. უბრალოდ გულდასაწყვეტია ის, რომ აი წეღარაც თქვი. ჩვენ გვჭირდება რესტორანში ცეკვა მაგალითად, რომ ვიღაცა ცოლი ყავს, შვილები ყავს, ოჯახი ყავს, არჩინოს რა. ბევრი, იმედი მაქვს, რომ გამოსწორდება ეს ყველაფერი და რაღაცა ნელ-ნელა უნდა შეიცვალოს შემდგომ. უნდა შეიცვალოს, კი, იმიტომ რომ ეს არ არის მანამდე ხანი მიდევს. აი როგორი. ამ ტელეფონს გამოვიყენე, მაგ ბლიცები მიწერია. კითხვები, რაღაცები უნდა დავაყარო. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შეიცვლება მართლა, იმიტომ რომ ჩვენზე წინა თაობამ უფრო რთული პერიოდი გამოიარა. დიდმა ეხლა ქორეოგრაფებთან რო ხდები ვსაუბრობთ, ისეთ რაღაცებს ყვებიან, რომ წარმოუდგენელია ეს საქმე თუ არ გიყვარს, აი აქამდე მოიყვანო. თუნდაც მაგალითს გეტყვი, რომ დარბაზში შუქი არ იყო, გათბობა არ იყო ზამთარში და დღემდე აი იმ სიყვარულის და ამ ცეკვის და საქართველოს და ხელოვნების სიყვარულით ჩვენამდე მოიტანეს ეს საქმე, ხო? ჩვენთვის ახლა წინა თაობასთან შედარებით რაღაცეები გაუმჯობესებულია პირობები, თუნდაც ფინანსურად არის რაღაცა წინსვლები და ზუსტად ნელ-ნელა ეტაპობრივად დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ მომავალ თაობას უფრო კარგი პირობები ექნება. არა, უცხოეთში შეგვიძლია საცეკვა ჯგუფს გაყვედა რაღაცა. ხო, ჩვენი დაქირავებული მოცეკვავე შემოსავალი არის, სახელმწიფო ანსამბლში მოქმედი მოცეკვავები ვინც ვართ, რა თქმა უნდა, ხელფასი, ბავშვები და საზღვარგარეთ კონცერტები რა, რაც უფრო მეტ კონცერტს ეკავ, ჩვენთვის უფრო კაია რა, მეტი შემოსავალი. მაგრამ არ მიყვარს სიმართლე რო გითხრა ამ საკითხზე, საუბარი გამომდინარე იქიდან, რომ მტკივნეულია რა. ვისთანაც არ უნდა დავჯდე და ვთქვა, უი რას ამბობ, ესე ხართ შვილო, რაღაცა ესეთი ემოციები. ეგ დამოკიდებული რომ მიიღო. ხო, გული მწყდება, განა იმაზე, რომ უი ესე ხართ, აი თვითონ ეს საქმე ქმნის იმ მსმენელის დამოკიდებულებას რა, რომ მეცელოდება და არ ელოდება იმას, რომ აი ჩვენ ან ვიღაცა მოცეკვავე ელოდება საღამოს 8 საათი მოვიდეს, რომ წავიდეს ცეკვა რესტორანში და იცეკოს რა. ნახე, ამის საპირწონედ მაინც ამ ყველაფრის მიუხედავად, როცა მოცეკვავე ხარ. აი ღირს თუ არა ეს ყველაფერი მაგათ. აი შენი პირადი ემოციით რომ მე ყოველთვის ჩემი თავიდან გამომდინარე მსჯელობდა ღირს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ანუ თუ გიყვარს თავარი ეგაა რა ღირს, იმიტომ რომ მეც იმ ხელა სტრესები, ისეთი სირთულეები მაქვს გამოვლილი, თუნდაც ფიზიკური, მატერიალურს და რაღაც ფინანსურ საკითხებს არ გულისხმობ, თუნდაც ფიზიკური რა, თუნდაც ის, რომ მარტო ფეხბურთელს, მარტო მოჭიდავეს, მარტო მოჩხუბარს არ ჭირდება ფორმაში ყოფნა რა, ანუ მე თუ ჩოხა უნდა შევიკრა და ფორმაში ვიყო, მეც მჭირდება კვება, მეც მჭირდება რაღაცეებზე უარის თქმა, რაღაცეებზე თავის შეკავება, მაგრამ ამ ყველაფერს მე ჩემ თავთან წინააღმდეგობებით ვაკეთებ და არა მაგალითად, ეხლა თუ გინდა ეწყინოს ხალხს, მაგრამ რეალობა ესაა, რომ მაგალითად UFC-ს მებრძოლს ვიღაცა უწერს განსაზღვრულ საკვებს და ყოველდღიურად ხვდება, რომ შენ ეს უნდა ჭამო. მესმის ძალიან დიდი პატივისცემა ჩემგან მათ ძალიან არა, მაგას მეც აღნიშნავ ხომ, მეც არ მცხენია მაგის აღნიშნა, რომ ჩვენ ძალიან პოპულარულად იმის თქმა მინდა, რომ ვიღაცას არ ეგონოს, რომ შურით ვსაუბრობ ამ ყველაფერს, ანუ იმდენს ვშრომობ და იმდენი ოფლი მაქვს დაღვრილი, რომ ჩემი თავიდან გამომდინარე ვსაუბრობ რა. არ არის ეს უბრალოდ შედარება მომყავს, რომ ის თუ შრომობს იმაზე მეც თუ არა ნაკლებს არ ჩვენ არ ვშრომობთ მოცეკვავეები, მაგრამ ჩვენ უფრო რთული პროცესების გავლა გვიწევს და მან ალბათ რაოდენობის ამბავიც არის რა საქართველოში ბევრი მოცეკვავეა და მაგრამ არის ცოტა მოჩხუბარიც და ცოტა ფეხბურთელი რაც შეეხება მოდი ახლა წერან ვთქვი რომ პირდაპირ მიყვარს თქმა ყველა მოცეკვავე არ უნდა იყოს სო ანუ ყველას არ უნდა კონდეს იმის უფლება და ყველა არ უნდა აძლევდეს იმის უფლებას თავს რომ თქვას აი მე მოცეკვავე ვარ
იმიტომ რომ მართლა არიან ჩემზე უპირატესები, ჩემზე მაგარი მოცეკვავეები არ არსებობს. ხო, მაგრამ ყველა ქართველი არ არის მაინც მოცეკვავე, მასში არ ცხოვრობს ყველა ქართველში ეს. ხო, ანუ მოცეკვავე. შეიძლება საშემსრულებლო დონით და რაღაც სასცენო დონით განსხვავებული იყოს ყველა რა. თავისთავად ცხადია ეგ და მაგიტომაც არის რომ სახელმწიფო ანსამბლში უფრო რაღაც ნარჩევი საზოგადოება შეიძლება ითქვას და ყველა ვინც ეკვას დადიოდა ვერ მოკლეს იქ. მე მიყვარს კრივი. აი რო არ ვიყო მოცეკვავე, სიამოვნებით ვიქნები მოკრივე. აი მიყვარს. რაღაცა გამოცდილება შეიძლება მაქვს. მე შემიძლია ვთქვა რომ მოკრივე ვარ. შენ მაგასი სახი რომ მე ჩემს თავს დავარქვა მოცეკვავე, მაშინ როცა დონეებში არის ხო? ყველაფერი სასიამოვნო მოსასმენიც არის რაღაც მხრივ, მაგრამ რაღაც მხრივ პრობლემასაც ქმნის. ზუსტად ის რაც თქვი წეგან რომ ბევრია მოცეკვავე. ჩემი აზრით არ არის ბევრი მოცეკვავე. ცუდად არ ვამბობ რა. მოცეკვავე ბევრი არ არის. აი, მოდი ეს მაშ კარგად დავუსმენთ ამას, რომ ცუდის დამოუკიდებულება არ გამოიწვიოს, ახლა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცამ არ უნდა იცეკოს. ყველამ უნდა იცეკოს, ვისაც ეცეკვება, ვისაც ემღერება, ყველამ უნდა იმღეროს და ესეც გავშალოთ. ყველამ უნდა გააკეთოს ეგ ამბავი საქართველოში. მე ვიარე სამოყვარულო სტუდიაში 2 წელი. ვისწავლე ამოუწურე თუ რომელიმე კუთხე არსებობს. ვისწავლე ცეკვები, ვისწავლე მოძრაობები, მე უნდა ვთქვა რომ მოცეკვავე ვარ. ხო, ამ დროს პროფესიონალი მოცეკვავე ხო, მე შემიძლია ვთქვა რომ ცეკვა ვიცი რაღაც დონეზე, იმიტომ რომ დავდიოდი. და მიყვარს და სიამოვნებს და აი რესტორანში ხელს გავშლი ისე რომ ვიღაცა აი დონეცი მაგ დროს ეს რესტორანში ხელის ხო ხტები და მე რომელიც ვთქვათ და ბიჭები, ანუ ჩემი მეგობრები, ჩემი ნაცნობები, ვინც ვიცი, მარტო ჩემი ანსამბლიდან კი არა ბევრ სახელმწიფო ანსამბლში. მაგაზე უბედურებას გეტყვი მე შენ. ერთი ეს მე მოცეკვავე ვარ ვიძახო, მიხედავს რომ 2 წლიანი ბაზა მაქვს, კაი ეგ ერთი, მაგრამ მე ქორეოგრაფი ვარ ვიძახო და ბავშვებს ვასწავლო მაგ დროს. აი მაგ დროს ახტევა. უჩა აქაც გავწუროთ. აქაც შევაძულო თავი ხალხს. არა მე რამე თორსა. ცუდი სიმღერა გამაღიზიანებელი. ცუდი ცეკვაც ხო გამაღიზიანებელი. ცუდი ჩემთვის გამაღიზიანებელია ლეზგინკა. ლეზგინკა ჩემთვის ცეკვა არ არის. აი ქართველი რო ლეზგინკას ცეკოს მთელი გულით და სულით. მე მირჩევნია ამ ქართველმა იცეკოს მთელი გულით და სულით, ოღონდ საშუალო დონეზე აჭარული. ან მთიულური, ან რაჭული. რატო გახდა ლეზგინკა ეგეთი პოპულარული, ასე ვიტყვი. იფართხალი და ეგ არის. აი არ მინდა ვთქვა უბრალოდ რა. ანუ იმათაც რაღაცა თავისი არა, აი იმ ხალხსაც ვინც მაგ საქმეს აკეთებდა ვიღაცის დასახმარებლად, ის საზოგადოებაც არ მოსულა ამ ხალხთან, რომ აი მე ამას ვეხმარები და შენ მოდი და ლეზგინკა მიცეკვე. ეს იმ ხალხის არჩევანი იყო, ვინც ლეზგინკა. ალბათ გამომდინარე იქედან, რომ მარტივი შესასრულებელია. ეგ არის ხო, ხო, რომ არ მოეთხოვება რაღაც უბრალოდ 1-2 მოძრაობა 4-ჯერ გაიმეორე, 5-ჯერ გაიმეორე და პროფესიონალიზმი არის. ხო, არ არის რაღაც აკადემიური ხაზი არ გააჩნია რა. ეხლა ჩვენთან აჭარულში მაგალითად სვლას როგორ გააკეთებ, იმასაც მნიშვნელობა აქვს მუხლის ადგექნება, ხო? დავარდნილი მუხლით თუ აკეთებ, ეს უკვე აღარ არის ის დონე. ალბათ მაგითო არ გვიყვარს, რომ ეგ ისტორია და კულტურა არ გააჩნია და რაღაც არ გამოხატავს. შეიძლება გააჩნიათ. არა, გააჩნია, მაგრამ ლეზგინკას რომ ცეკვავენ ბიჭები, ისინი ოღონდ ეროვნებით ვინც ეყვავენ? ჩეჩნები, ხო? რო ვუყურებდი, ანუ რაღაცა მუღამში მეც მოსულ ვარ, რომ ამაგრად ცეკვავენ. აი შენი როა შენ უნდა აკეთო ეგ. შენი არის, ანუ ჩვენი არის აჭარული, ჩვენი არის ქართული, ჩვენი არის მთიულური, რაჭული, ანუ თუ ძლიერი ცეკვა გინდა, იცეკვე, ყაზბეგური იცეკვე, მთიულური ხა. მე მაგალითად რომაცეკო აფრიკული რაღაც, ხო? შეიძლება მოძრაობები არ ვიცი. ნახე გაგარა პონტი, მის არა პონტი. კაი. ნახე გაგა როგორ მაგას ვერ იცეკვებ მთიულურს, ყაზბეგურს, სვანურს, აი ეგეთ ჯიშიანი ცეკვები რა, ძლიერი ცეკვები ხასიათის რაც გვაქვს. მაგას ეგრე ვერ იცეკვებ ქუჩაში. იმიტომ რომ იქ რაღაც მომენტში ცერი გჭირდება, რაღაც მომენტში მუხლი გჭირდება, რაღაც. ნახე მაგაში უნდა შეგეწინააღმდეგო და გეტყვი მარტივ მაგალითს რა.
დარბაზში ცივა ვერ ვივარჯიშებ არ არსებობს და დავასრულებ და მეხვდები მე თუ მინდა გუბეში ვივარჯიშებ გარეთ სადაც მინდა გულით და სულით ყველგან ვიცეკვე აი ხა მივედით ისევ იქ რაზეც წეგან მითხარი რომ პროფესიონალი მოცეკვავი არ არის ყველა და ვისაც ამ სიტყვაზე ეგეთ დონეზე უწევს არ არის პროფესიონალი მოცეკვავი ვინც ლეზგინკას ცეკვავს ხო ანუ ის არ არის ხო და მე მანდوار მეც რომ იმიტომ ცეკვავს იმას რომ ეს რთულია ხო და ეს დალოცვილი შენი იცეკვე მაინც ერთ დონეზე თუ ცეკვავ ლეზგინკას ხო სამოყვარულო დონეზე ცეკვავ ანუ მესმის ვისაც რა ცეკვა სიამოვნებს იმას ცეკვავს მაგრამ ერთი პერიოდი იყო რომ აი ძალიან წინა პლანზე წამოვიდა და ძალიან შემოვიდა დედაქალაქში თბილისის ცენტრში ცოტა არ იყოს შეიძლება გულდასაწყვეტიც იყოს რომ ვიღაცა ჩეჩნურს ცეკვავს იმის ნაცვლად რომ ვიღაცას შეუძლია აი სამოყვარულო დონეზე აჭარული შეუბეროს ხო აი ხო ხდები განა ვიღაცას რაღაცაზე თიც ვიშვერდა ვიღაცას ეს არ ქნა არა მე მოკლედ ინდივიდუალურია თავის ცეკვაზე ნაბიჯზე სიტყვაზე ყველაფერზეა პასუხისმგებელი ვისაც რა უნდა ის უნდა აკეთოს უბრალოდ ჩემი ძალიან დადებითი დამოკიდებულება და ტაშს დაუკრავდი რომ აი ქალაქის ცენტრში ვიღაცა მიცეკოს მაგალითად აჭარული თუ სიამოვნებს ეს მეც მესიამოვნებოდა აი ლეზგინკას ხო შეიძლება რავი რატო არ თუ ხასიათზე ვიქნები მაგრამ აი შე დაყლიდი და გიცეკვია ეგეთ გარემოში გექნება ხო სჯაბასი მოცეკვავი ხარ და შემოვლი რა გენაღულება ხო გვენაღულება ჩვენ ძალიან გვენაღულება თან იმიტომ რომ ქორეოგრაფი რო ხარ მაშინაც რა გენაღულება იმიტომ რომ ცეკვა მთელი დღე და ასწავლი ბავშვებს ცეკვას უფრო ხშირია აი შე რა გენაღულება მთელი ცხოვრება აცეკვა აი ეს დამოკიდებულება არის აი იქ რომ მივდივარ ზუსტად არის მართლა ნახევარი ფეხებით ჩამოვდივარ ანუ არის ახლა რაღაც გასვლები მართლა სასიამოვნოა და არ არის ისეთი დატვირთული მაგრამ წარმოიდგინე ახლა ანსამბლი რომ მიდის ერთთვიან გასვლაზე 30 დღეში რომ 25 კონცერტი აქვს საცეკვე აი როგორ არ უნდა მენაღულებოდეს ნოზაც მაგაზია ნახევარი გზაში გძინავს ავტობუსში ხო ავტობუსში გძინავს ტრამვას იღებ ტკივა ნორმალურად ვერ იკვებები მაგრამ კიდე ისევ ჩვენ თავზე ვიღებთ ამ ყველაფერს რომ იქ ვინც მიდის მხოლოდ მატერიალური მხარის გამო არ მიდის აი ამ ყველაფერს იმ ავტობუსში ძილსაც, იმ შიმშილსაც, იმ ფეხის ტკივილსაც ავიწყებს კონცერტი რო დასრულდება და ხალხი ტაშს გიკრავს რა. აი ამით იყვება ჩემი აზრით მოცეკვავე ყველაზე. ხალხს ვერ გაამტყუნებ მაგაში რომ რატო აქ ეგრეთ შეხედულება. აი შენ ხა ეს შიდა სამზარეულო რო არ იცოდე. აი უბრალოდ საზოგადოების მხრიდან შეხედე შენ თავს რა. წარმატებული მოცეკვავე, რომელიც დადის ხან გასტროლებშია, ხან ფილარმონიაშია, ხან იმაშია, ხალხი ტაშს უკრავს, მოსწონთ, ცეკვავენ ვარსკვლავებში იყო, კამერებში, გადაღებებში, რაღაცეებში, ანუ შორიდან ეს ლამაზი და მიმზიდველი ჩანს რა. აი ხო იცი უცხო ხილის გასინდა. ხო, მაგრამ მაქამ თუნდაც ცეკვავენ ვარსკვლავებამდე ცხო. იქამდე მისასვლელი გზაც ურთულესია. თუნდაც რაღაც, ანუ ნახე ყველა მაგას ემსახურება ესეთი ვიდეოები და პოდკასტების და რაღაცები ბევრი უნდა იყოს რომ ხალხმა გაიცნოს და გაიგოს სამყარო. გადაცემა იმით დავიწყე რომ მადლობა თქო რომ ამ ყველაფერს აკეთებთ ხო რომ მაყურებლამდე და საზოგადოებამდე უფრო მარტივად დასანახი გახდეს ჩვენ რა გზას გავდივართ თუნდაც ერთი კონცერტი რომ ძალიან კარგად ჩატარდეს თუნდაც ერთი გასვლიდან გასვლაშიც რომ მივიღოთ მონაწილეობა არის რა შემთხვევები რომ შეიძლება არ მოგიწიოს წასვლა იქ თავი უნდა გამოიჩინო იქ უნდა იშრომო იქ უნდა ივარჯიშო უნდა დაიმსახურო სოლო პარტია გასტროლზე წასვლა სულ შეჯიბში ხარ თან კი ვიღაცას ეჯებები ფიზიკურად არც ერთ სფეროს არ ვეხები უბრალოდ ყველა შრომატევადია ყველა შრომას მოითხოვს, მაგრამ ხალხის დამოკიდებულება რომ ფეხბურთზე რატო არ შეიძლება თქვა მაგალითად რომ აუ ფეხბურთელია რა ენაღულება. თამაშობს რა, აი რა ენაღულება მაგას ესეა, ხო? ნუ მოცეკვავეზე რომ ამბობენ რომ აი შე რა გენაღულება მთელი ცხოვრება ცეკვაში გაკატარებული, ცეკვაში.
აი მანდ არის რომ ჩვენ ასოციაცია სად შეიცვალა ეს არ ვიცი, მაგრამ ასოცირებას უკეთებთ ცეკვას. აი ზუსტად მაგასთან რომ ეს არის რა ეს არესტორან ხელი გაშლა და სიმღერა და ცეკვა და რაღაცა ეგეთ აღიქნება, თორე სიმღერაც ხო ურთულესია ამ დროს. ყველა მიმართულება შრომას მოითხოვს. ამაზე არავის არ აქვს საწინააღმდეგო აზრი. უბრალოდ აი იმ დამოკიდებულებაზე, ხალხის დამოკიდებულებაზეა პრობლემა, რომ ცეკვას აღიქვამენ როგორც მარტივი რაღაც ხელის გაშლა და რეალურად არის ძალიან მტკივნეულიც, შრომატევადიც, მტკივნეული არა მარტო ფიზიკურად, ძალიან დიდი ფსიქოლოგია ჭირდება მოცეკვავეს, რომ იყოს თუნდაც საუკეთესო, იყოს თუნდაც გამორჩეული. თუ ფსიქოლოგიურად ძლიერი არ ხარ, არც აი უნიჭიერესი რო იყო და რაც არ უნდა მაღლა ხდებოდე, მენტალურადაც უნდა იყოს. ძალიან რთულია რა და რა ვიცი, იმედი მაქვს რომ ხალხი სწორად გაიგებს და დაინახავს რა, რომ ჩვენც ძალიან რთულ და შრომატევად გზას გავდივართ იმისთვის, რომ სანამ სცენაზე სანახაობას ხო, თან ყველა მოცეკვავე, ყოველი რეპეტიცია შეიძლება აღმოჩნდეს შენი კარიერის დასასრული. ეს არ არის თქვათ კონცერტი ან რაღაც. ყოველ რეპეტიციაზე არის იმის რისკი, რომ შენ დაასრულო კარიერა. რაღაცა ფეხი ისე იტკი, იმიტომ რომ ჩვენი რეპეტიცია მე ყოველ შემთხვევაში აი 10-დან 8 რეპეტიციას ისე ვცდილობ რომ ისე ვიბარჯიშო, რომ ჩემთვის ის რეპეტიციაც კონცერტი იყოს რა. სრულ ფეხში ვეძახით ჩვენ ამ ყველაფერს და როცა აი ესე სრულად ცეკვავ, ერთმა ფეხის გადაბრუნებამაც შეიძლება დაასრულოს შენი კარიერა. აი თუნდაც გივი სიხარულიძის ვარსკვლავის გახსნა იყო ფილარმონიაში რამდენიმე წლის წინ და ოსური უნდა გვეცეკვა იქ. ოსური სიმდის ცეკვა გვიწევდა და შაბათს იყო ვარსკვლავის გახსნა და 4 შაბათს ხელი მოვიტეხე რეპეტიციას. მაჯა მქონდა 8 ადგილას დამტრეული. 5 შაბათი პარასკევი, 4 შაბათი. ოსურში კარიერა ჩამოყალიბდა. მესმის, მაგრამ ის იმხელა ტკივილი, აი წარმოიდგინე 8 ადგილას თითები, მაჯა, სულ დამტრეული. წავიქეცი. ვარჯიშის რეპეტიციაზე გავეცი და 8 ადგილას. ხო. არ დავიდე თაბაშირი. შაბათს კონცერტი ვიცეკვე მოტეხილი ხელით, ჩამცხრეული ძვლებით და მე დავიდე თაბაშირი და დავიწყე მკურნალობა რა. განა იმიტომ რომ შაბათამდე, განა იმიტომ რომ შემცვლელი არ იყო, ანუ სურვილია რა, შენი საქმე გააკეთე, შენი პროფესიონალიზმი. აი, ბევრი მაგალითი ვიცი, რომ მარტო ტკენაზე და იმაზე არ არის, რა ქვია, ფეხი გადაგიბრუნდა და ის ახალი არაფერი გამიკეთებია მე რა, ბევრი ვიცი, ვისაც ტრამვით უცეკვია, მაგრამ სულიერ ტრამვაზე უკვე სხვა პრობლემა მოდის. ბევრი მოცეკვავე ვიცი, რომ აი კონცერტის დღეს დაურეკავთ მამა გარდაგეცვალა, ჩვენ ანსამბლშიც იყო ესეთი ყოფილ ანსამბლში შემთხვევა და კულისებში გაუგია და კონცერტი უცეკვია. მე პირადად მამაჩემის 40-ის დღეს ავდექი და წამოვედი საღამოს პატარა კონცერტი მქონდა, გადაღება ვიცეკვე, ძალიან რთულია რა. თუ რა თქმა უნდა თავს აღიქვავ, ეხლა მამაღლა არ მინდა თქვა პროფესიონალად, ან თუნდაც გაქვს იმაზე ამბიცია, რომ თქვა, რომ მიყვარს ეს საქმე რა. შენ რო რაღაცას ამბობ, გამოიხატება, რომ ეს რა გენაგულებაც ეკვა. მარტო სიტყვებით არ უნდა, ხო, მარტო სიტყვებით არ უნდა გამოთქვათ, რომ აი მიყვარს და იმდენ რაღაცაზე ვიტყვი მიყვარს, რომ აი რა ვიცი. საქმეა მთავარი, რისი გაკეთება შეგიძლია ამ მე ხა უნდა მოგიყვე შენ. პირველ რიგში მადლობა მინდა გადაუხადო ქორეოგრაფთა კავშირს, იმიტომ რომ წინა შაბათის ეპიზოდში თანხა გადავიხადე პირდაპირ ვიტყვი. ჩემი ჯიდან დავიქირავე სტუდია, თუმცა ეს ყოველ სტუმარზე ხა პირადი ხარჯები ძალიან რთულია. ასე რომ სასპონსოროში თავაზევა თუ იმეს გექნება ღია ვართ გახსნილი ამ ამბავში, არ არის პრობლემა. და ქორეოგრაფთა კავშირი ისევ გვერდში დაგვიდგა, აი პირველ ეპიზოდში გუჩასთან ერთად რო ვიყავი. ისევ იქავართ და ისევ ვაკეთებთ კუსტარულად ჩვენით ჯიგრულად. სჯაბასი არის სახელი როგორ მოგწონს ისე?
იცი რა არის, ფიქრობდი, მაინტერესებს რატო დაარქვით ეს. მე ზოგადად მიყვარს. განსხვავებულია და თან უცხოა და თან ანუ ინტერესი იწვევს, რომ აი მე მიყვარს ზოგადად ამ სფეროც როცა რაღაცა ეხება და ემსახურება რა ქართულ ცეკვას, ქართულ ფოლკლორს რაღაცას რო ეხება, რომ ქართული ერქვას რა. ეხლა პოდკასტი ქართულ ცეკვაზე, სიმღერაზე, რაღაც ქორეოგრაფიაზე, აი პოდკასტია, ვერ ხდება რა. ეხლა ფორმატი პოდკასტია თავისთავად, მაგრამ სჯაბასი, აი თან განმარტება რომ ნახო, ზუსტად მაგას ნიშნავს, რომ რაღაც თემის გარშემო კამათი, საუბარი, დებატები, მსჯელობა, ასთა გაცვლა, გამოცვლა. ხვდებით, არის ძველებური სიტყვა და ძალიან უხდება რა ჩემი აზრით. ხო, არა, საინტერესოა, თან ინტერესაც იწვევს რაღაცას, რომ და თან იცი რა არის ჯაბას, ანუ ნახე, რო ვკითხულობ სათაურს, რო ვხსნი ვიდეოს, საერთოდ სხვა რაღაც ხდება, ანუ ცუდად კი არ ვამბობ, რაღაცნაირი სახელია, რომ იწვევს ინტერესს რა ხდება აქ რა. რა არის? ხო, ანუ რა ჯაბასი, რა ბაზია. ანუ ხო, სჯა როგორც განსჯა, მესმის, ხო, საუბარი, მუსაიფი რაღაცა ეგ. ხო, ანუ რაზე, ანუ რატო საინტერესოა მოკლედ. საინტერესო უნდა იყოს. ხო და ეს არის AdaTG ეგეთი საიტი გავაკეთეთ და რადგან შენ ქორეოგრაფი ხარ, შენცაც საინტერესო იქნება. კი, ნახე. ნახე როგორი მომენტია, საიდან დაიწყო ეს ყველაფერი. დღეს მიუხედავად იმისა, რომ ესე განვითარდა ტექნოლოგიურად წინ წავედით რაღაცები, კიდე არის ბევრი ანსამბლი კი არა და ეგრე ხდება მაინც ამ სფეროში, რომ ქორეოგრაფების და ორგანიზატორების დაკავშირება ხდება ან ისევ სატელეფონო საუბრით, ან პირადი მიმოწერებით, ან ჩატში, ან ჯგუფში, ან სხვადასხვაგან. ანუ დაქსაქსულია ეს ბევრი ორგანიზატორია, ბევრი ქორეოგრაფია და ინფორმაციები შეიძლება გაგეპაროს უბრალოდ ვერ გაიგო, ვერ მიიღო შესაბამისი ინფორმაცია. გავაკეთეთ პლატფორმა, სადაც ორგანიზატორები აი განცხადებებს, ამ ღონისძიებებს ატვირთავენ, განათავსებენ თავის თარიღებით, თავის სატარდება რა პირობებში როგორ. ქორეოგრაფები იქნებიან დარეგისტრირებული თავის ანსამბლების სახელებით და ხოთებიან დარეგისტრირდებიან ღონისძიებაზე. ხო, კომფორტულია და კომფორტულია ბევრად და მარტივი რა. ხო და აი ამ ღონისძიებებში ვინც მიიღებს მონაწილეობას, კიდე მშობლებს მიუმართავ რა, აი თქვენი შვილები რო იცეკვებენ და ცეკვა დასრულდება, ხო? ნუ ადგებით და სახლში ნუ წახვალთ. იმიტომ რომ ნახეთ, იქ არის 10 ანსამბლი. ჩადარვის უკან გახარებული. 10 ანსამბლი, თქვათ, შეიძლება 20 იყოს, ხო? მარტო თქვენი შვილის საყურებლად ნუ იქნებით იქ. მარტო თქვენ შვილს ნუ დაუკრავთ ტაშს. ეს ყველამ ვიცით, ანუ ყველა ქორეოგრაფმა იცის, რომ მე ბებია ჩემი აუცილებლად ტაშს დამიკრავს, იმიტომ რომ იმის შვილი ვარ. და ჩემი ოჯახის წევრი აუცილებლად ტაშს დამიკრავს. ეს არის პატივისცემა, ეს არის გამხნევება, ეს არის რა ვიცი, აი ძალიან დადებითად მოქმედებს ყველა ანსამბლზე, როცა მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ხოლმე რა, ის სხვადასხვა ანსამბლებთან ერთად თუ გამოვდივარ და ხვდები, აი თუნდაც გაცნობა, თუნდაც სხვის მოსწავლეებს ვამხნევებ, ანუ ძალიან სამწუხაროდ ზოგ ქორეოგრაფსაც აკლია კულტურა აქ ხრი. აი არა, უნდა თქვა რა, ეხლა იმიტომ რომ ეგრეა. ნახე, ძალიან ხშირად ხდება ხოლმე რომ ჩავაჭირო. არა, თუ საუბრობ, თუ ეხებთ რაღაცას, უნდა ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ მართლა აკლია ზოგ ქორეოგრაფს კულტურა. ელემენტარულია და ელემენტარული პატივისცემაა და ჩვენგან უნდა დაიწყოს და ჩვენ უნდა გვესმოდეს, სანამ მშობლებს მივადგებით რამე, ქორეოგრაფს უნდა ესმოდეს, რომ მისი ნომრის წინ ნომერია შესული. და ცეკვას უნდა გამოვიდნენ ის ბავშვები და მე შეხვიდე შენ და იქ უნდა დაუტოვო სივრცე ამისთვის. ან თუ შენი ნომერი მით უმეტეს 5 ნომრის მერე რო ხარ და იქ უკვე გახარ კულიში რო ამზადებ ბავშვებს, არ შეიძლება არაფრით რა. ხელს უშლის ხვებს და ანუ მისული ხარ მაშინ, იმიტომ რომ მარტო შენი თავი გაინტერესებს. და გასახდელში რო გიშვებს ორგანიზაცია და შენობა, ხო? იმ გასახდელში პარკები, სკოჩები, ჯერ სკოჩი ძალიან გთხოვთ აი არ გთხოვთ, არავის შენიშვნად არ მიიღოს რა. აზიურზე ბავშვს სკოჩს ნუ გაუკეთებთ ხალხ. ლეკვერთხი, ნაკალენიკი, რა ვიცი, არის რაღაცა სკოჩი არა. პარკები არ უნდა დავყაროთ, მესმის ეს ყველაფერი. ეხლა ქორეოგრაფებზე ისაუბრე და გუშინ ერთ-ერთი მშობელი მელაპარაკებოდა რეპეტიციის შემდეგ რა, ახალი მოსწავლე მომივიდა
და სხვა სტუდიიდან მომივიდა და ნუ ლოგიკურია უკითხულობ, რატო წამოხვედი, რის გამო წამოხვედი, მიზეზი, ნუ ზოგჯერ არის რომ ადგილმდებარეობა არ აწყობს, ზოგჯერ რაღაცა პრობლემა, ეს პრობლემა უფრო მაინტერესებს ხოლმე რა და საინტერესოა თქო. ნუ წამოვიდა იმის გამო, რომ ეს პედაგოგი სულ აგრესიული იყო და ჩხუბი და აი და უი. მესმის, ზოგი შეიძლება გაბრაზებული შევიდეს რეპეტიციაზე, ყველა არ ვართ რაღაც სასწავლო ხასიათზე ყოველთვის, მაგრამ ბავშვზე არ გადაგვაქვს ეს ემოცია და ეს უარყოფითი ნეგატივი ძალიან მოქმედებს პატარებზე. ეს ცალკე საკითხია. ხო და ეს მშობელი მეუბნება, რომ ერთი კვირის შემდეგო ყოფილი სტუდიაში ბავშვი რა, ყოფილი თანაკლასელი ცეკვის შემხვდაო და ჩემ შვილს უთხრაო, რომ ამ პედაგოგმაო შენზე თქვაო, რომ გახვედიო, გავაგდეო მეო. და ანუ მაგალითი მოგვიყვანა სიმკაცრის, რომ თქვენს თუ ესე მოიქცევით, ანუ ამბობს რეალურად არაფერი ცუდი არ გაუკეთებია რა, ადგა ეხა ყველა ბავშვი არის ინდივიდუალური, ზოგის ფსიქიკა მეტს იტანს, ზოგის ვერ იტანს, ადგა ეს ბავშვი და ჭირდება სიმკაცრე, ზოგს ვერ ხო, მესმის, მაგრამ ზომიერად ხო, მაგაზიც გეტყვი ჩემს და სიმკაცრეზე. ამ პედაგოგმა არც ვიცნობ ეხლა თუ უნდა ვიცნობდე და არ მაქვს პრობლემა, პირშიც ვეტყვი, რომ ესეთი რაღაც არ არის კარგი რა. მაგალითი კი არ უნდა მოიყვანო გაგდებით. მაგალითი სხვა რაღაცით უნდა მოიყვანო რა, ძალიან რთულია ბავშვს შეაყვარო ცეკვა და უმარტივესია შეაძულო. ზუსტად 1 წუთია საჭირო, რომ შეაძულო ცეკვა, აქეთ გამოხედო დარბაზი კი არა, აი შეიძლება ისე შეაძულო, რომ ქორწილში აღარ იცეკოს, რომ გაიზრდება რა. ესა რითიც დავიწყეთ, რომ აი კაცრი მასწავლებელი ვიღაცას სკამის ფეხი ეჭირა, ვიღაცას შოლტი ეჭირა, ვიღაცას ავიცი, ანუ კარგი პედაგოგი თუ ხარ, სიმკაცრე საჭიროა, დისციპლინა საჭიროა, მოთხოვნა საჭიროა, მაგრამ კარგი პედაგოგი თუ ხარ, გააგებინე სიტყვით და ცეკვით. ბავშვს, რომ აი ეს უნდა არიან დღეს კიდე დაუჯერო ხა ერთი ისინი. არ ვიცი, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არ არის, იმიტომ რომ აი ამ დამოკიდებულება, აი წეგამ თქვი, რომ ძველი თაობიდან ჩვენამდე მოვიდა ეს სფერო ძალიან რთულად, თუნდაც არ ქონდათ პირობები, მოიტანეს დადებითია, მაგრამ უარყოფითის მოყვა ერთ-ერთი არის ის, რომ ძველი წლებიდან შემორჩენილია აი ეს სიმკაცრე, რომელიც არანაირ ნორმებში არ ჩდება, დღემდე მოქმედებს, იმიტომ რომ მშობელს ეშინია ბავშვის ცეკვაზე მოყვანა, რომ ეს მასწავლებელი ბავშვს გაულახავს. არავის არ უყავს რა, არც არავის აღარ მგონია დღეს ვიღაცა ვინმეს ეხვეწებოდეს, რომ აი შენ შვილი მოიყვანეს. არა, მე პირდაპირ მოგმართავ თუ თქვენ შვილს. ხო, მეტად ეგრე გამოიყვანეს და ანუ ჩემ შვილს რომ ვიღაცამ ხელი დაატყას, გავაცლი ხერხემალ. რატო ურტყავ და ლოცვილი რა, თუ ვერ აგებიებ, მითხარი და წავიყვან. სულ ამბობ, რომ ანუ ბავშვი როცა მოყავს ცეკვაზე, კიდე ერთხელ ვამბობ, გინდ ცუდად გამიგონ, გინდ კარგად. ყველა საქმე არ არის ცეკვა, მორჩა. შეიძლება ბავშვმა ძალიან მაგრად ითამაშოს ფეხბურთი, ძალიან მაგრად ითამაშოს ჭადრაკი, მაგრამ ვერ იცეკოს. ეს არ არის სირცხვილი, ეს არ არის უბედურება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათი შვილი არის უნიჭო. ეხლა მე რომ კალათბურთი მათამაშო, კალათში კი არა, თვითონ აი უკან ოთხკუთხედი რო აქვს, შეიძლება იმასაც ვერ გავარტყა, ხო, ეს ბურთი, იმიტომ რომ არ არის ეს ჩემი საქმე. ცეკვის სირთულეს რაგან შეეხი? ცეკვა ვარსკვლავებში იყავი. მოცეკვავისთვის როგორია ქართული ცეკვის, ხალხური ცეკვის მოცეკვავისთვის როგორია სამეჯლისო ცეკვები? პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ძალიან საინტერესო იყო ის პერიოდი, ძალიან საინტერესო თან. ბევრჯერ დავარესპექტი, ძალიან დიდი მადლობა, რომ მიხვდა ცეკვავენ ვარსკვლავები და ზოგადად მიბაძეთ ტელევიზიებმას და ყველამ, რომ ხო, ძალიან დადებითი მხარეა. ცეკვავები წინ წამოვწიოთ და ქართული ცეკვის პოპულარიზაცია წამოვწიოთ და ეს ხალხი. კი. ხალხურების რთული არის. ჩემთვის ახლა სხვა მონაწილე თუ მეწინააღმდეგებთ, მაგრამ არ მგონია რომ შემეწინააღმდეგოს, იმიტომ რომ ყველამ აუხნიშნეთ ერთხმად, რომ რთულია, როცა მთელი ცხოვრება რაღაცას ამ ხელით აკეთებ, ვთქვათ. ერთ კვირაში ამ ხელით გააკეთო ის საქმე, რთულია რა თქმა უნდა, მაგრამ თქვი ადრეც და ეხაც ვამბობ, რომ ქართულის მოცეკვავეს აქვს
ის უნარი, ის დისციპლინა და ის იმუნიტეტი, რომ აი ეს ახალი, რომელიც ცეკვას ეხება, რა თქმა უნდა, არ ვამბობ, რომ ჭიდაობაზე წავიდეს, მაგრამ იჭიდავებს რა. ცეკვის სფეროში ვტრიალებ. აი სწრაფვა აქვს რა. ეგრევე მიდის იმ რქებით, რომ აი რას ნიშნავს ვერ გავაკეთო, რას ნიშნავს ვერ ცეკვას რაც ეხება. ამ სფეროში ზოგადად ცოტა მეტი დური ხალხია. ხო რა, ნუ ცეკვაში. გინდა არ გინდა. მაგაში გეთანხმები. ანუ არ უშვებს თავის თავში იმას, რომ მე ეს ვერ შევძლო. ნუ კიდე ერთხელ ვამბობ ცეკვას რაც ეხება რა და ვის როგორ გამოგვივიდა და რანაირად გამოგვივიდა, ეხლა ეგ კიდე ცალკე საკითხია, მაგრამ საინტერესო იყო დიდი გამოცდილება მივიღეთ, მარტო ცეკვის მხრივ არა, ბევრი კარგი ადამიანი, საინტერესო სამეგობრო და დადებითი პიროვნება გავიცანით, ხალხის სიყვარულიც და დადებითი ემოციებიც ვფიქრობ, რომ დავიმსახურეთ და რაც მთავარია, სიამოვნებას ვიღებდით თითოეული ლაივით და თითოეული რეპეტიციით. მიუხედავად იმისა, რომ ღამის 3 საათზე და 2 საათზე გამოდიოდით სარეპეტიციო. შრომა უძლიერესი მოწოდა. აღნიშნავდა იმას, რომ აი შრომა. ჩვენ არ გვიკვირდა ეგ იცით რა არის, ანუ გამომდინარე იქედან რომ ამ სეზონში 2 პროფესიონალი იდგა, ეს შემთხვევა თვითონ იქ შოუ შემქმნელებსაც, პროდიუსერებსაც ხალხს რა პირველად ნახეს და უკვირდათ რომ აი ამდენს როგორ შრომობთ რატო არ მიგიხართ რობოტები ხარ ანუ სიახლე ის კი არ იყო რომ ბევრი შრომა დაგჭირდებოდა ჩვენს უბრალოდ აი ესეთი შემართებით რომ მივიღებდით და დავეჯახებოდით ცოტა გასაკვირი იყო მაგრამ ჩვენთვის სიახლე არაფერი ყოფილა იმიტომ რომ ყოველ ამ შრომას და რაღაცა სიახლეს ნუ სიახლე იყო თავისუფლად მოძრაობები რაღაცა და არა მარტო იმაში სამეძლისოში და ეს მიმართულებაც პირიქით საინტერესო იყო და კარგ გამოწვევად მივიღეთ. ძალიან კარგი. მე მაგ შემთხვევაში რაღაც ბლიცი მომზადებული. კი ბატონო. ეს ჯერ არ გამიკეთებია აქამდე. და რა ვიცი, ვეძიები რა, მოკლედ ვცდილობ რომ რაღაცა სიახლეები, რაღაცები შემოვიტანო და თქვენს შეგიძლია დამიწეროთ იდეები რა ჯობია, რა სიხილავდით, რა უფრო მოგეწონებოდათ ხოლმე გადაცემაში. კაი. კითხვას გისვამ პასუხობ. საუკეთესო ანსამბლი საქართველოში. საუკეთესო ანსამბლი საქართველოში არის ანსამბლი. ანსამბლი მერცხალი იყო ჩემ დროს პირველი ჩემი ანსამბლი, სადაც სკოლაში იყო ეს ანსამბლი, პირველი ნაბიჯები. დაიძვრინე თავი ხა შერო ანსამბლი არ გიწყო. კაი, საოცნებო სცენა. შენთვის საოცნებო სცენა თუ გინდა საყვარელი არ მაქვს იმიტომ რომ ყველა სცენა არის ჩემთვის მნიშვნელოვანი რა ერთი პერიოდი მქონდა ისა ქვია ჩემ სახელს სადღაც ესე სცენის კუთხეში ჩემ ინიციალებს ჩუმად უკაწრავდი ხოლმე სადაც ვიცეკვებდი ხოლმე სადაც ამის დაჭყობილი არ მაქვს სამწუხაროდ ყველა სცენა ჩემთვის ხო რა ხო, ოღონდ ამ ვეფარებოდი, რომ იმე არ დამინახოს ახლა სცენა არ გამარემონტებინო რა რაღაც მეტი, ხო იცი? ისე გამომეძრო. კი. კაი, მაშინ საუკეთესო მოცეკვავე ვინ არის? საუკეთესო მოცეკვავე? თუ გინდა აქ მე გამოგაძნა ან ყოფილა. ბევრი ყოფილა. მოდი ერთხელ მკითხეს ეს და იგივეს ვიტყვი, რომ მე არც აზრიც არ შემიცვლია და არც განსხვავებულად მინდა გიპასუხოთ. ნიკოლოზ შუბინიძე არის ჩემთვის განსაკუთრებული მოცეკვავე და საუკეთესო წლებია ერთად ვცეკვავთ. ჩემი მეწყვილია ნიკოლოზი, გეცოდინებათ და სამაგალითო როგორც მოცეკვავე, ისე ადამიანია და კი ბატონო მიღებულია. კი. შენი საყვარელი ცეკვა? სვანური. მაშინ ნახე საუკეთესო მოცეკვავად ხო დაასახელე შენი მეწყვილე. ვინ არის ქართული ცეკვის ლეგენდა? დიდი ფრიდონ სულაპერიძე. რა თქმა უნდა. დისციპლინა თუ мотиваცია? დისციპლინა. ეგ დიდი ხარშენია. რა თქმა უნდა, იმიტომ ხო მეც სხვაჯერს მინდია მეგრე დაგახასიათა. რა შანსი არ არის რა. დღემდე ვიკვებები გრამებით. მართლა ხო, რომ აი ძალიან ისე ვარ. დისციპლინა არის მთავარი. შენთვის გაგასთვის ვინ არის
მოტივატორი? ჩემი თავი. ყველაზე დიდი მოტივატორიც, ყველაზე დიდი მტერიც, მოწინააღმდეგეც არის ჩემი თავი. ცხოვრებაშიც, ცეკვაშიც, საქმიანობაშიც, ქორეოგრაფიაშიც, ყველაფერში, იმიტომ რომ ყველაზე რთულია ებრძოლო საკუთარ თავს. ქორეოგრაფია თუ მოცეკვავეობა მაშინ? მოცეკვავეობა. აუცილებლად. აი, გარი უკვე სადამდე შეიძლება? სადამდე შეიძლება მოცეკვავეობა. კაი, თუ გაქვს რამე, რასაც აკეთებ აუცილებლად სცენაზე გასვლამდე? კი, მარტი, ჩემი ინდივიდუალური. შენი ხო რაღაცა? ერთ წრეს ურტყავ ძალიან ნელი ნაბიჯით წრეს, სცენას. ერთ სრულ წრეს დავარტყავ და გახურებული, გაუფლილი, რა თქმა უნდა, მაგამდე. რატო ეთე მაგას? შვიდდები. ძალიან, სიმშვიდე არის, ხო, სიხლის მიმოქცევასაც რაღაცებსაც სიმშვიდე არის ყველაფერი ნებისმიერ სფეროში მგონია, იმიტომ რომ რამდენჯერაც და პირადი გამოცდილებით ვიცი, რა სცენაზე ხოდ გახარ, კულისში დგახარ და შენი პარტია იწყება რაღაც 2:08-ში და უნდა გინდა რომ შევარდე და სცენაზე ყველაზე არაადეკვატური, ყველაზე უნორმო, ყველაზე არ ვიცი ზენიც იქეთ ვარ, როცა სცენაზე ვარ. სცენაზე კულისში დგახარ და უნდა შეხვიდე, ხო? რამდენჯერაც მithქვამს, რომ აი ხა შევალ და აი სასწაულს ვიზავ და აი რა თქმა უნდა ეს ემოცია ჭირდება, მაგრამ რაც უფრო მშვიდად შეხვალ და შენ თავში დარწმუნებული იქნები, ბევრად მაგარი ნაცეკვი გექნება და ბევრად მაგარ ნაცეკვს შემოუნახავ ისტორიას და იმ დღეს დაამახსოვრებ, ვიდრე აი შევალ და აი და არ უხდება ზედმეტი ემოცია, ზედმეტი გადაჭარბებული, რაღაცა თუნდაც ის მონდომება ცეკვას, იმიტომ რომ ვერ აკონტროლებ მე თავს. თავის კონტროლი იმ მონდომებასთანაც, იმ ფიზიკურ მონაცემთანაც, იმ რა ვიცი, აი ყველაფერთან არის პირველი შენი თავის კონტროლი. თუ თავს ვერ გააკონტროლებ, მაგრამ რთულია ვაღიაროთ. კი. უნდა იჯდე ჩარჩოებში. ყოველთვის ვამბობ რა, ქართულ ცეკვას, აი მშობლები რომ მოდიან ხოლმე, კიდე იმ თემას უბრუნდები. მშობლები რომ მოდიან ხოლმე, მეკითხებიან, აი ცეკვასთან ერთად რაზე შეიძლება ვატარო ბავშვი. ჭადრაკზე. და ეცინებათ. რატო ეცინებათ ვერ ხვდები? ანუ ქართული ცეკვა, აი აქაც იგრძნობა ეს დამოკიდებულება. ქართულ ცეკვას არ ჭირდება მხოლოდ ფიზიკური მონაცემი. რაც უფრო ძლიერი ხარ, ან მაღლა ხტები, ან 7-ჯერ ტრიალებ, საერთოდ არ ჭირდება 7-ჯერ ტრიალი ქართულ ცეკვას. ჭირდება აზროვნება, ჭირდება გონებრივად სიძლიერე და თუნდაც სიმშვიდე, მოთმინება, აი ყველაფერი უნდა განსაზღვრო წინასწარ. თუნდაც ჩვენ ვეძახით, ხო იცი, ცუდად არ მინდა ბაგაჟი, ხო, ბაგაჟი თუ არ აქვს მოცეკვავეს, იქნება აი რა ჩვეულებრივი. მაგრამ ეს უნდა დააგროვოს დროსთან ერთად. გონებრივი სიძლიერე არის ერთ-ერთი საჭირო თვისება, რომელიც ცეკვას ჭირდება. სულ ყველაფერს რო თავი დავანებოთ ცეკვას, ხაზის გასწორება, აი გახარ 7 წუთიან, 6 წუთიან, 5 წუთიან ცეკვას ცეკვავ, სადაც სულ ცეკვავ, თან მოძრაობა უნდა აკეთო, თან მუსიკაში უნდა აკეთო, თან გვერდზე ხაზი უნდა გაასწორო, თან წინ ხაზი უნდა გაასწორო, თან ხასიათი უნდა გეჭიროს, დაღლილი ხარ, განადგურებული ხარ, რა გეცინება საერთოდ, ხო, ისეთი დაღლილი ხარ, წარმოიდგინე, აი განადგურებული ხარ, თან უნდა იცი. მაგრამ ამ დროს ხო ვერ ბზნობ მაგ დაღლას. დაღლას, რას? სცენაზე, აი მე ვგზნობ ხოლმე. ხალხი რო ტარს იგრავს ერთ ამბავშია, რაღაცა. დაღლას მაინც ვგზნობ, მაგრამ რამდენად ეწინააღმდეგები ამ დაღლას, მე ზუსტად აი იმ მიზეზით ვეწინააღმდეგები ხოლმე, მაგრამ მე ვარქმევთ, რომ არ ვიღლებით. როგორ არ ვიღლებით? უბრალოდ ის უნარი რომ ეწინააღმდეგოთ, გვიასმაგდება და აი მაგალითად დარბაზში როცა ვარჯიშობ და რაღაცა არ გამოგივა, შეიძლება გაჩერდე და იმიტომ რომ რეპეტიციაა ეს და შეიძლება კიდე თავი ვერ გაჩერდები. იქ ვერ გაჩერდები. უნდა გააგრძელო. აი ამ გაგრძელებასაც კიდე ანუ ძალიან ბევრ რაღაცას ესე ნახე დეტალებში რომ შევდივართ, ბევრ რაღაცაზე შემიძლია და საღამომდე ვილაპარაკო, რა ვიცი, იმიტომ რომ რა დაიხალდია ვართ ის. რომელიც არის? ხო, 5 ხდება. ნახე მე მგონი არა, ვიცი. ნახე კიდე ცეკვის დროს რა, სულ ვამბობ რომ
მოცეკვავებმაც ყველამ კარგად იცის. ძალიან რთულია იცეკო სოლო პარტია, დუეტი პარტია ან ტრიო პარტია, ვიდრე სოლო იცეკო. იმიტომ რომ მასაც ამ ყველაფერთან შედარებით ძალიან რთულია იცეკო მასა. უფრო მეტი ვალდებულება გაქვს, როცა დუეტში ცეკვავ, როცა მასაში ცეკვავ, როცა პარტნიორთან ერთად ცეკვავ, ვიდრე სოლო პარტიას როცა ცეკვავ. რა, სოლოში რასაც კიდე გააკეთებ, კაცი ვერ გაიგებს, აგერია თუ არ აგერია. გააგრძელებ, ესე მქონდა. ხო, ეს შენ გეცოდინება, რომ იქ სხვა რაღაცა გააკეთე იმის ნაცვლად. ამიტომ გონებრივად, ფიზიკურად, რა ვიცი, ხედველობით, ფიქრით, აზრით, აი ყველაფერით ჩართული უნდა იყო ცეკვის დროს და აი ხა მე მოვა ვიღაცა და ჩემო შვილმა ცეკვის ქორწილში ხელის გაშლა რო ისწავლოსო და კაი. როგორ მოგეწონა ახლა ჩვენთან და როგორი ფორმატია? დავიცალე რა, ძალიან მაგარია. სასიამოვნოა, საინტერესოა. ვფიქრობ რომ ჩვენ აი დღევანდელ დღეს რაც ვისაუბრეთ, ხალხიც სწორად გაიაზრებს და სწორად მიიღებს და იმედია. ეცდება რომ წინაზე გაგვანძღესწოდა. არა უშავს. ნუ ხდება. მაგრამ თავარია იცოდონ რომ გაიგონ რა არის მოცეკვავის კაფიონა ბიჭები ეგრე გადაიდგმევა ძლიერად და რაღაცები ცოტა ხდება წინაღობები თავიდან. მესმის მე შემიძლია ყველანაირ აქამდე რა ხან უყურეთ დააფოლოვეთ რა გვერდი დაასაბსკრაიბეთ YouTube-ს სულ მოვიწყდება მაგის თქმა მოვიწყდება კი არა უბრალოდ არც ფიქრობდი რომ მეთქი რაღაცა ისე არ მინდა გამომივიდეს თხונה და რაღაცა მაგრამ მე ჩემ თავზე რომ დაუკვირდი რაღაცა შეიძლება ბოლომდე უყურო და რომ მეუნებიან ხოლმე იმაში რომ უყურებ რა მე ვაფოლოვებ ან მე ვასაბსკრაიბებ იმიტომ რომ მახსენებს და თუ მოგეწონა აქამდე თუ უყურე მიარტყი მეც ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ჩვენს მეგობარს გიორგის ბევრი თუ არა რამდენიმე მაინც თავიდან გამოგიჩნდება გულშემატკივარი ნუ აი ტექნიკურ მხარეს გულისხმობ იმიტომ რომ ჯერჯერობით ქორეოგრაფთა კავშირი გვერდში მიდგას მადლობა კიდევ ერთხელ ძალიან მაგარ საქმეს აკეთებ და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ უფრო ფართო მასშტაბზე გახვალ და აუცილებლად ის ძალიან ბევრი გეგმები ხო გეგმები რაც გაქვს ძალიან ბევრი გეგმები მე კონკრეტულად მიყვანთ ბოლომდე გვალაშიკობთ, გულშემატკივრობთ და დიდი პატივისცემა და მადლობა. შენი აზრით ვინ იქნება საინტერესო სტუმარი? კაი მოსაუბრე, კაი სამ. ნიკოლოზ ჩუბინიძე იჯდეს აქ. შეიძლება წყლეს მიგზავნა. შენ მიგვარებ მაგასთან საქმეს. ბაზარია. კაი. ხო, რა ვიცი, თუ ამ იმას მივყევით, ვფიქრობ, რომ ნიკოლოზიც ძალიან საგადმოაზროვნე მოცეკვავია დღევანდელ რეალობაში და ვფიქრობ, რომ საინტერესოც გამოგივათ. მეც მაინტერესებს, იმიტომ რომ არის დღესაც ჩვენ შორის რაღაცა შეხედულებები, რაზეც საწინააღმდეგო აზრები გაგვაჩნია და მაინტერესებს რამდენად დაასაბუთებს ამ საწინააღმდეგო აზრსაც და საინტერესო მოსაუბრე პიროვნება, იმიტომ რომ თან ძალიან უყვარს ცეკვა, ძალიან შეყვარს. მადლობა რომ მოხვედი. მადლობა შენ გიორგი და ყველა იმ ადამიანს, ვინც აი ამ პროექტის ორგანიზატორია. მიარტყით ლაიქებს. დაგვიდექით გვერდში, ვინმეს თუ სურვილი გაქვთ ასევე სპონსორობის გარდა რომ ფინანსურად გვერდში დაუდგეთ პროექტს, მაგის ლინკიც იქნება აღწერაში და რა ვიცი, კაი საქმე, ქართული საქმე, ჯიგრული ვაკეთოთ ერთად და ყველაფერი კარგად და მაგრად იქნება. მთავარია გვიყვარდეს ერთმანეთი, პატივი ვიცეთ და გვერდში ყველამ ჩვენი საქმე ვაკეთოთ, მთავარი ესაა. ეხლა თუ უნდა გამოვაცხადო